მილომშვიდობისა საქართველო კლავ მოგესალმებით თქვენ რადიო იმედს უსმენთ და ახლა უკვე უყურებთ კიდეც და პლატფორმები გახლავთ იმედი ჯი, მაი ვიდეო ჯი, მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია და შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი იმისთვის რომ გითხრას როგორი კვირა გველის თითოეული ნიშანს ოდია. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე, ბედნიერი კვირა მინდა ყველას გისურვო და მოდი დავიწყოთ იმით თუ როგორ ექნება ზოგადად კვირა. Teleanობაში სასიკეთო ცვლილებების დროა. შეიძლება ესე ვთქვათ, მაგრამ უფრო კვირის მეორე ნახევრიდან თვალსაჩინო იქნება ეს დაახლოებით 14 რიცხვიდან რატო? იმიტომ რომ 13-ში ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა. ეს არის 4 შაბათი დღე, 13 დეკემბერი. ახალმთვარეობა იცით რომ ეს არის ცოტა მძიმე ენერგეტიკის დღე, იმიტომ რომ აქ ხდება მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება მშვილდოსნის ზოდიაქოში. მზე და მთვარე ერთმანეთთან მაინც არ მეგობრობენ ენერგეტიკულად, როცა ერთდებიან იწყება რაღაც შიდა, ასე ვთქვათ, ენერგიების ბრძოლა და ეს გამოიხატება იმით, რომ ადამიანებს მეტი აქვს ცდუნებების ტენდენცია, მეტია შეცდომების დაშვების ტენდენცია, მეტია პროვოკაციების ალბათობა, უარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტრაუმატული ტენდენციები მატულობენ, აქ მაგალითად არის სასუელი ფულის სასხება, გასესხება. აქ არის კარგი რა? ლოცვა, დალოცეთ ყველა. ეს არის პერიოდი კარგი კულტურულ გასართობ ღონისძიებების ზოგან ზედმეტი ალკოჰოლის გარეშე. ეს არის კარგი პერიოდი საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობების კუთხით, იუმორის გამოვლენის კუთხით, ხელოვნების ფართო სპექტრთან ურთიერთობების კუთხით. აი ამ ხრივ გამოიყენოთ. მაგრამ ახალი საქმე არ დავიწყოთ. შეიძლება დასახოთ, მაგრამ ნუ დაიწყებთ ხელშეკრულებებს, ნუ დადებთ. მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ნუ აწარმოებთ. 4 შაბათს გავიაროთ ეს დღე 7 და წყნარად დადებითი განწყობით და ოპტიმიზმით. აი ეს იქნება მთავარი. ახლა კიდე რა ხდება 4 შაბათს მნიშვნელოვანი. ანუ უკვე საღამოდან და ნუ რეალურად 14 რიცხვიდან უფრო თვალსაჩინო გახდება. არის ესეთი პლანეტა მერკური. ეს არის გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა. მერკური ხდება უკუმავალი, რეტროგრადული 2 იანვრამდე. ანუ ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გინდათ გაიქცეთ სწრაფად. ამ დროს ხართ წყალში. რა ხდება? ვერ გაიქცევით ხო? გამორიცხულია წყალი. ხო, ნუ გაცურავთ უფრო ვიდრე გაიქცევით. აი ეს მდგომარეობა გაქვს ჩვენ სწორედ უკვე 13-ში საღამოდან. რატო? იმიტომ მერკური ამ შემთხვევაში გვეუბნება ახალი იდეების, პროექტების რეალიზაცია შეფერხებულია. აქ შეიძლება ტექნიკალურად ცუდად იმუშაოს, მათ შორის პროგრამულმა სისტემებმა არევა დაიწყოს, დაუშვათ იგივე სატრანსპორტო კომუნიკაციების პრობლემა მოიმატებს, გართულდება ურთიერთგაგების ფონზე მოლაპარაკებების წარმოება და შემდგომ. მაგრამ რა არის კარგი? ანუ ყველაფერს აქვს თავისი კარგი, ხო? ანუ რეტროგრადულობა ნიშნავს იმას მერკურისა, რომ ის გვაბრუნებს ძველთან. ძველი იყო იდეა პროექტი, ვერ განახორციელეთ, რაღაც ხელი შეუშალა, დაჭიქით, გაანალიზეთ, გაიაზრეთ, იქნებ შეცვალოთ უკეთესობისკენ. ან ძველი კონდათ კონტაქტი. არ შედგა, ან მოლაპარაკება ვერ შედგა, რაღაცამ ხელი შეუშალა, შემოფერხებელი ფაქტორები იყო, გაიაზრეთ. რამ შეუშალა ხელი, ანალიზი გააკეთეთ, იქნებ ახლებურად განავითაროთ იქნებ, აღადგინოთ ძველი და უშუალოდ ურთიერთობები, აი ამის დროა. აქეთ გვაბრუნებს ძველისკენ მისი გამოსწორებისკენ კოსმოსი ახლა. და ახალი უკვე 2 იანვრის შემდგომ. ან იქამდე, ან 13 რიცხვამდე. ახალი იდეების პროექტების რეალიზაცია დღეს და ხვალ კიდე შეიძლება. მოდი ესე ვთქვათ, ხო? ახლა ვუშვათ კიდევ სხვა. მნიშვნელოვანი მოვლენა დღეს ცოტა ფრთხილად ვიყოთ ჭერალ საგნებთან. აქ დანებთან და ეს ადგილები, ნუ მოდით ესე ვთქვათ, რომ გუშინ გააკეთე ის. სადილი მზად არის. ხო, ნუ არა, ახლა შეიძლება ზოგმა დღესაც გააკეთოს, უბრალოდ იყოს უფრო ყურადღებით, რომ აქ რაღაცა პრობლემები არ შეიქმნას. ხო, აი ამ კუთხით. გეომაგნიტური გვაქვს 4 დღე. ეს არის ესე იგი 3 შაბათი, 4 შაბათი, პარასკევის შაბათი. ესე იგი ამ დროს ცოტა ყურადღებით ვიყოთ, იმიტომ რომ კიდე შეიცვლება. ახლა იქნება კიდე წვიმები ამ კვირაში და ასე შემდგომ და ამიტომ გეომანტია რადგან იცვლება და გასაუბრეთ მეტეო, ასე ვთქვათ, სუსტი ადამიანებისთვის ეს ცოტა მძიმე ასატანია, იმიტომ რომ იცვლება წნევა. აწნევამ კიდე შეიძლება გამოიწვიოს თავისტკივილები, უგონებობი და სხვა სახის პრობლემები, ამიტომ ვიღოთ ყურადღებით. თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით, აუცილებლად წნევა, პროფილაქტიკა შესაბამისი წამლები და ცოტა მეტი დასვენება, რომ ეს გეომაგნიტური დღეები დისკომფორტის გარეშე გავიაროთ. ეს ძირითადი მოვლენები ამ კვირისა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 14 რიცხვიდან ნელ-ნელა დაიწყებს დედამიწა უკვე აშკარად პოზიტიური ენერგოველისკენ გადახრას, ახლა არის სადღაც შუაში. ნეგატიური და პოზიტიური ენერგოველის შორის, აი შუა პოზიცია უკავია. 14-დან უკვე ნელ-ნელა გადავალთ პოზიტიური ენერგოველისკენ, რაც ცოტა მეტ პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს ადამიანთა ცხოვრებაში. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და მათ ტენდენციებს. მოდი ავუშვათ ვერძი. აი ვერძისთვის ძალიან კარგია ეხლა კონტაქტი უცხოეთთან.
რაც შეიძლება მეტად. ეხლა უცხოეთში შეიძლება ნებისმიერ დროს წავიდეს ვერძი და ეს შეამონოს კი, მაგრამ ეხლა ეფექტურობა იქნება ორჯერ მეტი. ეხლა შეიძლება მაგალითად თქვენ ისე წახვიდეთ თუნდაც ტურისტულად და იქ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო პარტნიორულ თანამშრომლობას. შეიძლება გახდეს შემდგომი თქვენი კარიერული წესრიგის ან ფინანსური მდგომარეობის გამოჩვენების ფაქტორი. ანუ ეფექტურობა ეხლა გაცილებით მეტია. უცხოენების ათვისება გინდათ, ეხლა უკეთესად ათვისებთ. იგივე დავუშვათ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება უცხოეთში ძალიან ეფექტური იქნება და აღნიშნოთ, რომ ამავდროულად მოგიწევთ კორექციის შეტანა. რაში? ხელშეკრულებებში მით უმეტეს თუ ეს ფინანსური ხელშეკრულებებია, იცვლება რაღაც თქვენ სირგულივ სიტუაციები. ამიტომ შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთის გეგმები, მით უმეტეს თუ პარტნიორულ თანამშრომლობას ქონდა ადგილი. ამიტომ ნუ იჩქარებთ. კარგად გადახედეთ იმ ხელშეკრულებას ან იმ გეგმებს, რომელიც გაქვთ და დროულად შეიტანეთ ცვლილებები თუ ეს შესატანია. აი რადგან მე შეიძლება ხელშეკრულება დაიდოს, თქვენ დაიწყოთ რაღაც ფინანსური ოპერაცია და უცებ აღმოაჩინოთ, რომ ცვლილებებმა უნდა გამოიწვიონ ისევ რაღაც ცვლილებები ამ ხელშეკრულებებში. ან თქვენს გეგმაში. აი მხრივ ვიყოთ ყურადღებით, რომ ცოტა გადახედეთ რა ხდება თქვენს ირგვლივ და ხო არ არის ცვლილებები დროულად შესატანი. მაგრამ თლიანობაში კვირა უდაოდ კარგი, იმიტომ რომ ერგოტონუსი ამ ნიშანს მაინც მაღალი აქვს. კუროს რაც შეეხება ერგოტონუსი მისი მოემატებს დაახლოებით უკვე 14 რიცხვიდან, იქამდე ცოტა მეტად დასვენება, ცოტა მეტად აღდგენა, ასე თქვა დახარჯული ენერგიის, ანუ კარგი გამოძილება და ასე შემდგომ ეს ყველაფერი კუროს სჭირდება. მაგრამ ეხლა მთავარი პრობლემა ეს არ არის. პრობლემა არის მისთვის რა ამ კვირაში? ემოციური აღდგენების უნარი, რომელიც მატლობს. რის შედეგად შეიძლება აბსოლუტურად უაზროდ დახარჯოს ფული. აი ემოციური აღდგენება ვიღაცამ გამოიწვიოს ეს ემოციური აღდგენება რაღაცა იდეით გააგიჯოს რო იტყვიან და უცებ დახარჯოს სისულელეში. და მე მეხვდება რომ ეს სულ არ იყო დასახარჯი, გასულ არ შეიძლება ეს არაფერში. ამიტომ იგივე დავუშვათ ინვესტიციებთან, დავუშვათ სფეროებთან, სადაც ფულის ხარჯის ტენდენცია იყო ყურადღებით და მიხეილ, მე კიდევ ეს მინდოდა. ხო, არა, აი ყოველ შემთხვევაში მოდი ამ კვირაში ვიყოთ ხილად, მით უმეტეს ახალმთვარეობის ირგვლივ პერიოდში, ხო? აი აქ მოდი ესე რა ვქნა, თუ ესეთი აუცილებლობა არის, ხარჯი ან რაღაცა გაქვთ. მოდით იპოვეთ ესეთი ადამიანი, რომელიც არის გამოცდილი. ამ კუთხით და კომპეტენტური. და მის რჩევა გაითვალისწინოთ. ის ჩვენ კი არ დავხარჯავთ, იმას დავახარჯინებთ. ჩვენ მიმადგებით მე და ფირს. არა, ჯობია მის რჩევა გაითვალისწინოთ, რა გააკეთოთ და როგორ. მაინც ხარჯვა გვინდა, ხო ვხედავთ ბატონო მიხეილ. პერიოდი მოვა 17 რიცხვიდან, კვირადღიდან. აი მე იქამდე ცოტა თავი შეეკავით, რომ გახართ ემოციურად ზედმეტად აღტკინებულები. რის გამო შეიძლება ის იმაზე არ დახარჯოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ასე ბატონო. ეს თავი პრობლემაა კუროს. თუმცა კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი იქნება. აი კვირა არის შოპინგის დღე. აი აქედან უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ. ეხლა რა შეიძლება ტყუპებსაც მოუწევს პატარა კორექციების შეტანა თავის გეგმებში, იმიტომ რომ კონიუნქტურა მის ირგვლივ იცვლება. შეიძლება ეკონომიკური კონიუნქტურა იყოს, შეიძლება ადამიანების სახით და ამან შეიძლება გამოიწვიოს ეს კორექციები, რაც აუცილებელი იქნება, მაგრამ თლიანობაში კვირა არ არის ცუდი. გამოკლებით 13 რიცხვისა, რომელიც ყველა ზოდიაქოს ნიშანმა უნდა გაიაროს თხილად წინ დახედულად, და არაფერი ახალი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული სარისკო აქ მეტომეტეს არ გააკეთოს. ამის გამოკლებით სხვა მხრივ ეს არის პერიოდი კარგი, რომელიც ხელს უწყობს რას? კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს. ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს ასევე შემოქმედებითი თინჯის დონორის გამოვლენას, უმჯობესდება ტყუპების პარტნიორული ურთიერთობა, როგორც ბიზნეს საქმე, ასევე სასკვალო პარტნიორებთან ერთობლივი თანამშრომლობაც მიიღებს მეტად სასიკეთო ელფერს. ამიტომ თლიანობაში კვირა უდაოდ კარგია, ოღონდ 13 რიცხვის გამოკლებით და ცოტა ვიმეორებ პატარა კონიუნქტურული ცვლილებები შეიძლება გეგმებში შევიდეს. რაც შეეხება კერჩხებებს, აი, ყველაზე კარგი ახლა კერჩხებთათვის რა? ძველი იყო რაღაც პრობლემები, ძველი იყო განხორციელებელი იდეები, ხო, ან რაღაც სირთულეები. შეიძლება საყოფაც ხორებოც კი. აი, მათი გადაწყვეტის დროა. ეხლა თქვენ შეგიძლიათ ამ კვირაში კარგად გაანალიზოთ და დასახოთ რა სახით შეიძლება ეს ძველი პრობლემები გადაწყვეტოს. მინდა გითხრათ, რომ გადაწყდება მით უმეტეს კვირის მეორე ნახევარში ეს ყველაფერი და ეს მოგცემთ საკმაოდ კარგ შედეგებს. მაგრამ 13 რიცხვი რო ყველაზე მძიმე არის კერჩხებისთვის, წყალი არ გაუამოს, იმიტომ რომ კერჩხები ყველაზე მძიმედ იტანს ახალმთვარეობას. ამიტომ 13 რიცხვი გავიაროთ ხილად, აკონტროლეთ თქვენი ემოცია, ზედმეტად ნუ გადაიღლებით, ნუ გადაიტვირებით და აქ ახალ მოქმედებებს თავი დავანებოთ
და მით უმეტეს ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, მაგრამ თლიანობაში სასიკეთოა ეს კვირა. აი მეორე ნახევარი კვირის მაგალითად თუ თქვენ გქონდათ პრობლემები ჯანმრთელობასთან, ამის გამოსწორების დრო მოდის. გამოჯანმრთელდებით. ეს არის პერიოდი, როდესაც როგორც პედაგოგი, როგორც მედიცინის მუშაკი ძალიან კარგად წარმოაჩენ თქვენს მონაცემებს და აუმჯობესებთ ურთიერთობებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. რაც შემდგომი თქვენი წინსვლის ერთ-ერთი საწინდარი იქნება. ლომებს რაც შეეხება. ძალიან ქარიზმატულია, ძალიან ენერგიულია, ძალიან კომუნიკაბილურია, კარგი ორგანიზატორი, აი ლიდერული თვისებები მატლობს და ერგოტონუსი მაღალი აქვს, ახლა ჯანმრთელობა უფრო მდგრადი აქვს და შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. მოდი ასე ვთქვათ, მონაწილეობა კი არა, არამედ ხელმძღვანელობა სერიოზული ღონისძიებების. და ეს სხვათა შორის არ გამორჩება ხელმძღვანელ პირებს. რაც შეიძლება გახდეს შემდგომ მიზეზი იმისა, რომ შეიძლება ლომის ოდიაქოს უკვე საინტერესო წინადადებები გაუჩნდეს, მათ შორის შემდგომი პროფესიონალური განვითარების და ზოგიერთ შემთხვევაში კარიერული წინსვლის კუთხით. ამ ხრივაც კარგი. ამიტომ შესაძლებლობები ამ ნიშანს უდაოდ მაღალი აქვს. მათ შორის კონკურსებში ლატარეების მონაწილეობა, ლატარეებში აქაც კი წარმატებული იქნება. აშკარად აუმჯობესებს ურთიერთობებს სასკოარულო პარტნიორებთან, შვილებთან მიმართებაში ურთიერთგაგება მატულობს, რაც მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ზოგიერთი ახალგაზრდა თაობის ლომი შეიძლება აღმოჩნდეს ახალ რომანტიულ თავგადასავლებშიც კი. ამიტომ თლიანობაში პერიოდი საინტერესოა უდაოდ. ქალთულს საინტერესო პერიოდი აქვს უკვე 14 რიცხვიდან, როდესაც მისი ენერგოტონუსი იწყებს გაუმჯობესებას და უფრო აქტიური ენერგიული ხდება. თუმცა ქალთული და ახლა ისე რომ საქმე არ გააკეთოს, ესეც ვერ ნახავთ, ხო? ამიტომ ახლა ფუსფუსის დროა, მოდი ეს ვთქვათ. ახლა ქალთული სახს ალაგებს, წვინდავს, ასუფთაებს, ემზადება, მოკლედ უკვე ქალთულის წარმომადგენელი ყავს სტუდიაში. ჩვენი ხმის ეს უკვე ეს დროა, ახლა არის ერთ ამბავში წვინდავს, ასუფთაებს, ალაგებს, არის ერთი ამბავი და ნუ ახლა კარგია რასაკვირველია ეს ყველაფერი, მაგრამ საქმე იმაში რომ მეორე ნახევარში კვირისა გაუჩნდება რაღაცა გრანდიოზული მასშტაბური იდეების, პროექტების განხორციელების ან ამდაგვარი პრობლემების გადაწყვეტის სურვილი. და რაც თეორია აი ამ პრობლემების გადაწყვეტის პროცესში შეიძლება სასწაული შინაგანი სულიერი ტრანსფორმაცია განავითაროს. აქ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, გეგმებით შეცვალოს, რაღაც რადიკალური ცვლილებების დრო აქვს და სასიკეთო ცვლილებების და გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება იყოს თავისი სულიერი მოძღვარი. ან რაღაც მოძღვრება, რომელიც შეუწყობს სასწაულის სულიერად მის შემდგომ განვითარებას. ამიტომ ძალიან მშვენი პროცესებია მეთოდეს კვირის მეორე ნახევარში. რაც შეეხება სასწორს, გაცილებით 7 პერიოდია წინა კვირისგან განსხვავებით, უბრალოდ 7 იგნობს იგი თავს და ამასთან ერთად მოდი აღვნიშნოთ, რომ ეს არის პერიოდი, რომელიც არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, საინტერესო ახალი ინფორმაციის მიღების და მისი განვითარების შესაძლებლობებით ახსოვს დროა, მაგრამ მეგობრებო, ყურადღებით, ფეიკების არმოთობა მაღალია. ანუ არასწორი ინფორმაციის მიღების. ანუ ფანტაზია ცოტა მეტი აქვს ამ ნიშანს ამ პერიოდში, რომ უნდა დაეყრდნოს აუცილებლად რეალურ ფაქტებს და არა ფანტაზიებს. რომ ამ შემთხვევაში შეიძლება დაიჯეროს ყველაფერი, რასაც მიიღებს, არა დაიღებს უზარმაზარ ინფორმაციას. ამიტომ აქ რო შესაძლებლობები არ დაუშვეს, ყველაფერი გადაამოწმოს. ხელშეუხლებას დებს ყველა მის პუნქტს გადახედოს. აი მაშინ იქნება გაცილებით მეტად წარმოდებული. აუმჯობესებს ურთიერთობებს დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და მათი თანადგომაც იქნება დროული. რაც შეეხება მორიელს მოდით ესე ვთქვა, ცოტა გადაფასების პერიოდი აქვს ახლა. იმდენად არა აქტიური მოქმედების, ამდენად გაანალიზების და გააზრების ინტუიცია ძალიან მძაფრდება. და ეს აძლევს საშუალებას იმისა, რომ გაიაზროს, რა შეცდომები დაუშვა, რა იყო არასწორად გაკეთებული, როგორ უნდა შეიცვალოს და რა ფორმით. აი ამისთვის ძალიან კარგი დროა, იმიტომ რომ მას შეუძლია მართლაც სწორი დასკვნები გააკეთოს და მართლა რადიკალური ცვლილებები შეიტანოს შემდგომ თავის გეგმებში და თავის პროექტებში, მაგრამ ის რომ ძველი საქმეებიდან მას აქვს შესაძლებლობა ახლა რომ კიდევ გაუმჯობესოს მატერიალური თავისი მდგომარეობა, ბონუსების პრემიების კუთხითაც შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული ეს პერიოდი, ამიტომ მატერიალური კუთხით მას აქვს შესაძლებლობები რომ მოიმზადოს ახალი წლისთვის და მეტად გაუმჯობესოს ეს ბაზა. რაც შეეხება მშვილდოსანს ახლა სიზარმაცის უფლება არ აქვს. იმიტომ რომ საუკეთესო პერიოდია მის ცხოვრებაში. მზე ახლა გადის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ ქარიზმა, მიზიდულობა არნახულად ძლიერი აქვს. ენერგეტიკულად ძლიერია, მაგრამ აი ხო რაღაც პრობლემა უნდა შექმნას ახალ მომთვარემ, ხო? რას უქმნის, რა პრობლემას? სიზარმაცისადმი მიდრეკილებას. აი რა. აქ ურჩევნია ბრძანებები გასცეს და არა თვითონის შრომოს და უფლი დაგვაროს. აი ეს არის მთავარი მისი პრობლემა. მშვილდოსნებო ამის უფლება არ გაქვთ. თქვენსკენ მოდის წარმატების მატარებელი.
თქვენ თუ ახლა წამოწევ კიდე ის არ მოცემ ვერ დაეწევა თეკლა, გაეკიდება, მაგრამ ვერ დაეწევა, ზუსტად ვიცი. ამიტომ შემოკარგებო დრო გაქვთ, ფანტასტიკურად კარგი, აქტიურეთ, მიდეკით, მოდეკით, ხალხი შეაწუხეთ, თქვენი ოპტიმიზმი, გონებამახვილობა, ლიდერული თვისებები, შარმი, ავტორიტეტის ამაღლების უნარი ახლა გაქვთ არნახული. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ვარსკვლავური დრო გაქვთ. 13 რიცხვის გამოკლები დარჩენ დღეები აქტიურად უნდა გამოიყენოთ. მარტო ხალხი კი არ უნდა შეაწუხო, თავადაც უნდა შეწუხდე. ეგ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ გონების იმედი აქვს ბატონო მიხეილ და მატარებელი თუ არა ფითფრინავს მაინც გამოიყენებს იმისთვის რომ გადაადგილდეს ერთი ადგილიდან მეორეში. ყველაფერი უნდა გამოიყენოს ახლა, იმიტომ რომ შანსები როცა გეძლება დიდი, შენც უნდა იყოს ზანა. აი ეს არის თავი. ეხლა თხისკასთან აბსოლუტურად სხვა პერიოდია. თხისკებო, ეს კვირაც უნდა როგორმე მოითმინოთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა ხართ დაბადების წინა რთულ პერიოდში. ეს კვირა რთულია, შემდეგ კვირიდან უფრო მეტად ამოისუნთქავთ. იმიტომ რომ ენერგოტონუსი ჯერ დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ განსაკუთრებული ყურადღება ძლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს, რევმატოიდულ პროცესებს მიაქცევთ ყურადღება და არაფერი ახალი მნიშვნელოვანი ახლა არ დაიწყოთ. ეს არის დრო, როცა ჯობია ძველი საქმე დაასრულოთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი, გახსოვდეთ რომ მაგ მოშურნეები, ფარგლუმტრები, ჭორები, ინტრიგები ახლა თქვენ საწინააღმდეგო დაგორებულია ეს ყოველივე. და შეგიქმნით რასაკვირველია მეცართულებს, ენასკვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით და ზედმეტად ასე თქვა წინა პლანზე ნუ წამოწევთ საკუთარ პერსონას. ამისთვის კარგი დრო დადგება უკვე შემდეგი კვირიდან ამ კვირის მეორე ნახევრიდან თუ მაინც და მაინც. და რაც შეეხება მერწყულებს, აი მერწყულისთვის ის დროა, რომელიც ახლა მას ყოველთვის უნდა უყვარს და კარგად ცნობს თავს, ეს არის თავისუფლების დამოუკიდებლად მოქმედების პერიოდი. თან ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია. ეს არის საუკეთესო პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს მეგობრულ კონტაქტებს, კავშირებს, მეგობართა თანადგომას, დახმარებას, ახალი იდეა პროექტების რეალიზაციას, შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოს, შეიძლება ახალი რაღაცა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს, შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა გაფორმდეს. ანუ სიახლეებისა და ორიგინალური თვით გამოხატვისათვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. მაგრამ რა უშლის ხელს, აი სახელმწიფოებრივ ამ შემთხვევაში რა ხელშემშლ ფაქტორს წარმოადგენს? ინერტულობა. ცოტა ინერტულია. არ და პერიოდი ითხოვს მისგან პირიქით, რაც შეიძლება აქტიურ მოქმედებას, მოძრაობას, გამოგვიძებას რო ითქვიან. ინერტულობა სერიოზულად ხელში უშლის ამ პოზიტიური შესაძლებლობების გამოყენებაში. რაც შეიძლება მეტი კონტაქტი, აუცილებლად Facebook-თან, ინტერნეტთან, აქედან მოვამშვან ინფორმაცია, აქედან გაიცნობთ ასევე საინტერესო ადამიანებს და ესეც ხელში უწყობს თქვენს წინსვლას. და რაც შეეხება თევზებს, თევზების ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ნუ გადაიღლებით, ამიტომ არ აყვეთ რაღაც დეპრესიულ აზრებს და ასე თქვათ, ესეთ ტენდენციებს, მაგრამ საქმიანი კუთხით არის პოზიტიური შანსები. შეიძლება დაიცვათ საკუთარი პოზიციები, შეიძლება შემოქმედებით ინჭი და უნარი გამოავლინოთ და ამხრივაც იყოს კარგი ეს პერიოდი. სხვა შორის კარგი ურთიერთობა შეიძლება დაამყაროთ დიპლომატიური ხელმძღვანელ პირებთან, რომლებიც ხელში უწყობენ შემდგომ თქვენს პროფესიულ განვითარებას. სხვა შორის პირადი ურთიერთობების კუთხითაც არ არის ცუდი პერიოდი, მასაც აგარგული პოზიტიური შანსები შემოქმედებითი კუთხით შეიძლება ძალიან კარგად იმუშაოთ. ამიტომ რამდენადაც საქმიანი კუთხით პერიოდი არ არის ცუდი, იმდენად ჯანმრთელობის კუთხით იგი არის შესუსტებული. ამიტომ ჯანმრთელობა ცოტა მეტი დრო ყურადღება დაუთმოთ, ნუ გადაიღლებით საქმეში მოქმედეთ, სადაც გაქვთ გარკვეული შანსები წარმატების. ეს მოკლე ინფორმაცია. ფორმატივე ნიშანს წარმატება, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. ჩვენ ამ ფორმატით ერთმანეთს მომდევნო ორ შაბათს კვლავ შევხვდებით. მანამდე კი დროებით დაგემშვიდობებით და იმედს დავიტოვებთ, რომ ამ ინფორმაციას სათანადოდ გამოიყენებთ.